ჩვენ ალბათ მომავალში კარგი იქნება ვიფიქრობთ, რომ სისხლის სამართლის მატერიალურ კოდექსში თუ ამაზე შევთანხმდებით, რა საკვირველია ცილის წამება დამამძიმებელ გარემოებად მაინც იქნეს მიჩნეული, დღეს ამას არ ვიხილავთ, მაგრამ მინდა და მეთქვა. დღევანდელი სხდომა ამ მხრივ არის ჩემი აზრით ისტორიული. რომ ცილის წამებისგან ადამიანი მინიმუმ სამოქალაქო წესით იქნება უკეთესად დაცული. სისხლის სამართლის მიმართულებით, როგორც უკვე გითხარით, შემოთავაზებაა, რომ მომავალში ერთად ვიმსჯელოთ. იმედს გამოვთქვამთ, რომ ცვლილებები განხორციელებული ამ საკანონმდებლო სივრცეში შებრუნებული მტკიცების სამოქალაქო ტვირთის უმცირე კიდევ უფრო მეტად დააფიქრებს ჩვენ საზოგადოებას და იმ პირებს, ვისთვისაც დღემდე მაგალითად ესე ზიანის მიყენება სიტყვიერად ადამიანისთვის და მასზე ტყუილი და ცრუ ინფორმაციის გავრცელება არაფერ პრობლემას არ წარმოადგენდა, რადგანაც ამ კანონის ძალაში ამოქმედების შემდგომ უკვე მათ ვინც გადაწყვეტს, რომ ცილი დასწამოს პიროვნებას, მოუწევთ იმის მტკიცება, რამდენად არის ეს ყველაფერი შეესაბამება სიმართლეს. დიდი მადლობა, რაც შეეხება ამ შემოთავაზებას ცილის წამების დამამძიმებელ გარემოებებად გათვალისწინების შესახებ, სიამოვნებით განვიხილავთ მას თქვენთან ერთად გავთვალისწინებთ და თუ კი იქნება ამაზე მზაობა, შეგვიძლია რა თქმა უნდა აქტიურად ვიმსჯელოთ. ვთქვათ, ადამიანს, ვისაც წარსულში აქვს მსგავსი ან პოსტი ან განცხადება გაკეთებული, ამ კანონის მიღების შემდეგ თუ შეუძლია რომ გამოასწოროს, რომ აპრიორი არ იყოს ცილის მწამებელი. ანუ იმ დროს, როცა ეს გამოაქვეყნა, ხომ არ იცოდა, რომ ეს პრინციპი მოქმედებდა. კი ბატონო. თუმცა ანუ ლოგიკა ის არის, რომ იმ მომენტში ხომ შელახა სხვა ადამიანის ღირსება და სახელი. თუ კი განცხადება არის გაკეთებული და ეს პოტენციურად შეიცავს ცილის წამებას, ანუ ადრესატი თulis რომ არის ცილის წამება, 100 დღიანი ვადა არსებობს, რა ვადაშიც უნდა ჩაეტიოს. ეს არის ხანდაზმულობის ვადა, უნდა ჩაეტიოს კონკრეტულად პირი, რომელიც თulis რომ დაზარალდა, დაზიანდა ამ განცხადებით და მიმართოს სარჩელით სასამართლოს. რადგანაც რეგულაცია იცვლება დღეს და ჩვენ შევცვალეთ მტკიცების ტვირთი, რევერსზე გავაკეთეთ სამოქალაქო მტკიცების ტვირთის, ბუნებრივია რომ ეს წესი ცვლის ასევე სამოქალაქო პროცესის სივრცეში არსებულ დავის ფაქტორს. ამიტომაც იმ სარჩელებზე, რომელიც უკვე არის აღძრული ამ კანონის ამოქმედების მიუხედავად, ეს კანონი ვერ იმოქმედებს, რადგანაც იქ არის დავა, სადაც ძველი კანონის ნორმები იმოქმედებს და ნიშნავს იმას, რომ შებრუნებული ტვირთი სამოქალაქო კუთხით არ იქნება. მაგრამ იმ საქმეებზე, რომლებიც ამ კანონის ამოქმედების შემდგომ, ანუ იმ სარჩელებზე, რომელიც ამ კანონის ამოქმედების შემდგომ შევა სასამართლოში და იქნება სასამართლო მიიღებს ამ ამბავში იქნება განხილვები, ბუნებრივია რომ იმოქმედებს ეს ნორმა, რომელიც უკვე შეცვლილ სამოქალაქო ტვირთის რევერსულ ბუნებას გულისხმობს. აქვე გეტყვით, რომ ის ერთთვიანი ვადა, რომელიც კანონის წინა ვერსიით იყო გათვალისწინებული, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შემჭირდებებული ვადების გათვალისწინებით შემცირდა და 10 დღიანი ვადა ექნება მხოლოდ მოსამართლეთა მიერ დაწესებული მხარეებს იმისთვის, რომ მორიგდეთ.